მოგესალმებით, რადიო ჩემი ხმა კვლავ პირდაპირ ეთერშია, გადაცემით ჰორიზონტს მიღმა გიბრუნდებით, მისი წამყვანი ესმა გუმბერიძე ვარ. დღევანდელ ჩვენ სტუმარს დიდი წარდგენა არ ჭირდება, ეს ბოლო პერიოდი აქტიურად საუბრობთ ახალგაზრდებზე სხვადასხვა კუთხით, ამიტომ დღეს ყავს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი რევაზ ჩარკვიანი. ბატონი რევაზ, მოგესალმებით. დღეს რა თქმა უნდა ვისაუბრებთ ახალგაზრდების არსებულ გამოწვევებზე და სააგენტოს შექმნის ისტორიაზე, მოკლედ რო გითხრათ და ზოგადად ხედვაზე. რა გეგმებია, რა პროგრამებს აპირებთ და როგორ ახორციელებთ? კიდევ ერთხელ მოგესალმები ესმა და მოგესალმები ჩვენს მსმენელსაც. მადლობა მოწვევისთვის და მადლობა დროის და ყურადღების დათმობისთვის ამ თემისთვის და კონკრეტულად ახალგაზრდობის სააგენტოსთვისაც მათ შორის. კიდევ კითხვას რაც შეეხება ახალგაზრდობის სააგენტო დაარსდა შარშან ჯერ კიდევ შარშან გაზაფხულის დასაწყისში, როდესაც მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრის რჩეულად ახალგაზრდული მიმართულებით, მაშინ დავიწყეთ სფეროს შესწავლა, ახალგაზრდული სფეროს შესწავლა. და მაშინ როდესაც მოვიკვლიეთ ადგილობრივი სფერო, ანუ საქართველოში ახალგაზრდული სფერო, ასევე მოვიკვლიეთ იმ ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ახალგაზრდული სფეროები ასევე. კონკრეტულად იმ ქვეყნების, რომლებსაც წარმატება აქვთ ბავშვებთან, მოზარდებთან და ახალგაზრდებთან მუშაობის. წარმატებას, რა თქმა უნდა, ბევრი კრიტერიუმი აქვს და ზოგად კონკურენციაში წინ რო არიან და პლუს ასევე მაგალითად ერთ-ერთი გაზოვადი კრიტერიუმი რო ვთქვათ, მაგალითად რეიტინგებში მაღლა რო არიან, აი მაგალითად ვიცით ხოლმე ხშირად არის ხოლმე მედიაში რომ სიტყვაზე ესტონელი ბავშვები ყოველთვის ლიდერობენ ფინელი და ასე შემდეგ. და მაშინ როცა დავიწყეთ მოკვლევა, ეს ერთის მხრივ იყო ვთქვათ მეფინგის გეთების სურვილი რომ გვენახა ჩვენთან რა სიტუაციაა, რა სხვაობა გვაქვს ევროკავშირის ამ წარმატებულ ქვეყნებთან და ამის გარდა მეორე ამოცანა გვქონდა რომ გვენახა რატო გვაქვს ასე ხალხურად რო ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა თვითკრიტიკულადაც მათ შორის, რომ გვენახა რატო გვაქვს აი ამ მიმართულებით ჩამორჩენა, თუნდაც ერთ-ერთი მაგალითისთვის, აი რეიტინგები, რაც თქვი რომ ქართული ბავშვები და მოზარდები და ახალგაზრდები ამ რეიტინგებში კონკურენციას ვერ უწევენ, თქვათ, აი ამ წამყვანი ქვეყნების. ეს სხვადასხვა სასკოლო ოლიმპიადების რეიტინგებზეა, ხო, საუბარი აკადემიური ადამიანური ახალგაზრდული ინდექსიც არის საერთაშორისო, რომელიც ეხლა კეთდება ჩვენთან და პლუს არის რაღაც სხვა. ეს ერთ-ერთი თქვი სიტყვაზე, რომელიც გაზომვადი არის თორე. ეხლა ისე ვიცით, რომ ადამიანური კაპიტალის და ადამიანური რესურსის მიმართულებით ზოგადად ყველა მიმართულებაში ხარისხის აწევა გვჭირდება. ასე რომ ვთქვათ. პირდაპირ ვთქვათ, უბრალოდ რეიტინგი უბრალოდ გაზომვადი, რადგან არის ერთ-ერთი გაზომვად კონკრეტული მაგალითი მოვიყვანე. და როდესაც ეს იყო ასე ვთქვათ, საფუძველი იმისა, თუ რატო ვაპირებდით აი ამ მოკვლევას. ამისათვის მოწვეული ექსპერტების გუნდი ყავდა და როდესაც დავიწყეთ ანალიზის ეტაპზე, როცა გადავედით და ვნახეთ თქვათ რა მიგნებები არის, ორი საინტერესო ფაქტი აღმოვაჩინეთ. ერთი იყო ის, რომ აი ეს ფუნდამენტი, რაც განსაზღვრავს აი წამყვანი ევროკავშირის ქვეყნების აი ესეთ წარმატებას აი ბავშვების, მოზარდებისა და ახალგაზრდების სეგმენტში და ჩვენთან კიდევ სისუსტეს განაპირობებს, იყო ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რასაც ქვია ეკოსისტემის არსებობა. ანუ აღმოჩნდა, რომ სრულყოფილი, გამართული და მოქმედი ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა არის აი ამ ქვეყნებში ჩამოყალიბებული, რაც გულისხმობს, როგორც ვთქვით, ეკოსისტემა გულისხმობს მთავარი მდგენელების ერთობლიობას, ხო? და რო შევადარეთ ჩვენს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას,
ნახეთ, რომ აი ამ მდგენელების 20-25% თუ გაგვაჩნია, ანუ სასურველი ეკოსისტემის, შეკრული ქვენდითი ეკოსისტემის სულ 20-25% თუ გაგვაჩნია და რაც გაგვაჩნია, ისიც როგორც მოვიკვლიეთ, ისიც ექვემდებარება რეფორმას, ესე ვთქვათ. ასე რომ პირველი მიგნება ეს იყო, შესაბამისად პირველი გამოწვევაც ეს იქნა დასახული, ანუ ახალგაზრდული სფეროს სრულყოფილი გამართული ეკოსისტემის შექმნა იმ ევროკავშირის წარმატებული ქვეყნების პრაქტიკების და იმ მათი მოდელების საფუძველზე, ესე ვთქვათ. აი ჩვენი აუდიტორიისთვისაც რომ უფრო გასაგები იყოს, რომ განმარტოთ ზუსტად ეკოსისტემის რა მდგენელებზე არის საუბარი, მაგალითად იმ ქვეყნებში და ეს ეკოსისტემა თვითონ რას მოიცავს და რას უნდა გულისხმობდეს. კი ბატონო. მაქამდეც მივალთ, იმიტომ რომ შემდგომ მაგათ რეფორმის ცხრა მიმართულება ზუსტად მაგას ეფუძნება და ის ცხრა მიმართულება რეფორმის არის ამავე დროს ის ძირითადი 9 მდგენელი ეკოსისტემის, რომელიც მე ქვემდგენელებად იშლება, მაგრამ აი დიდ მდგენელებზე რო ვისაუბროთ, ის 9 დიდი მდგენელი, მისგან შედგება ეკოსისტემა და შესაბამისად 3 წლიანი რეფორმა ახალგაზრდობის სააგენტოში გულისხმობს აი ამ 9 მიმართულების განვითარებას. ეს ჯერ ამ წუთას რო ზოგადად გიპასუხო და შემდგომ იმ 9 მდგენელზე რო გადავალ, უკვე ჩამონათვალსაც გავაკეთე, მაგრამ სიტყვაზე ეგეთი არის ჰობი განათლების რეფორმა, რომელიც არსებობს ჩვენთან, აი რო თქვი 20-25% არსებობს, მაგრამ დღეს არის მაგალითად წრეების, აი სახელოვნებო და სპორტული და სხვა წრეების კლუბების, ახალგაზრდული ცენტრების, ყოფილი პიონერთა სასახლეების და ამგვარ სისტემაში, რომელიც ჰობი განათლება ეს ესტონური მოდელი არის, ესტონური სახელი არის, რომელიც შორის ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც უკვე როგორც სახელი და მოდელის ნაწილი გადაიღეს კიდევაც. და ჩვენ ვამბობთ, რომ აი ეს სისტემა რაც არსებობდა ჩვენთან უნდა რეფორმა განიცადოს და გახდეს ჰობი განათლების სისტემა. რატო ჰობი განათლების სისტემა და რა სხვაობა არის? ამაზე მოგვიანებით ვიტყვი, რომ ეხლა ვთქვათ, დასაწყისიდან არ ამოვარდე, თუმცა ამ კითხვას შემდგომში დავუსვები, ვინაიდან ჰობი განათლების სისტემა პრინციპულად სხვა შედეგებზე და პრინციპულად სხვა მეთოდოლოგიას გულისხმობს, მათ შორის პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობის და პროფესიული ახალგაზრდული მუშაკების ჩართულობას და აი 8 ევროკავშირის მიერ აღებული კომპეტენციების გადაცემას ბავშვების და მოზარდებისთვის და არა მხოლოდ მუსიკის თუ რობოტიკის თუ ფეხბურთის თუ რაღაც ხატვის სწავლებას და უბრალოდ დროში დაკავებას ამ ახალგაზრდებს. ეხლა ეს მარტივად რო თქვა. პრინციპში კი ვთქვი, შემდგომ უპასუხებ თქმა, მაგრამ გამომივიდა, რომ ეხლავე უპასუხებ. მაგალითად, სარეფორმო მიმართულება ეგ არის. რაც გვაკლია, აქვე რო ვთქვა, მარტოს რა გამოდის რა სარეფორმო, მაგალითად, შეგვიძლია პრაქტიკულად ვთქვათ, რომ მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა ფაქტიურად არ არსებობს როგორც მდგენელი ჩვენთან. და ასე შემდეგ, როდესაც 9 მიმართულებაზე გადავალ, ამასაც დანარჩენებსაც დავასახელე. ეს ორი დავასახელე, რომელიც არსებობს, მაგრამ სარეფორმოა და რომელიც საერთოდ არ არსებობს და თავიდან არის ეხლა არის შესაძლებელი. შესაბამისად, ეკოსისტემის 20% სარეფორმო არის, ხოლო 80% კი შესაქმნელია. ეს ხო პირველი გამოწვევა, რაც აღმოაჩინეთ. მეორე გამოწვევა არის, უბრალოდ მეორე მიგნება არის შემდეგი, რომ აი დღევანდელში ასევე რაღაც რამოდენიმე ათწლეულ გასულად წელსაც გულისხმობ, რო შევხედოთ ბავშვების მოზარდებისა და ახალგაზრდების განვითარებას რა განაპირობებს, ხო საერთოდ? ორი დიდი რამ, ერთი არის ფორმალური განათლება, კლასიკური გაგებით, ანუ ბაღი, სკოლა, უმაღლესი და მეორე არის არაფორმალური განათლება. აქ ეგეთი რამ იკვეთება, რომ ფორმალურ განათლებას თავისი კლასიკური გაგებით, თავისი სტრუქტურით და არსით შეუძლია, რომ ბავშვის მოზარდისა და ახალგაზრდის განვითარების ნახევარი უზრუნველყოს. აი ხა ეს მარტივად რო ვისაუბროთ. ხოლო მეორე ნახევარს კი თავისი სტრუქტურიდან გამომდინარე უბრალოდ ვერ უზრუნველყოს კლასიკური ფორმალური განათლება. მეორე ნახევარს კი უზრუნველყოს არაფორმალური განათლება. თავის კომპეტენციების გადაცემით, თავის ახალგაზრდული მუშაკებით და ასე შემდეგ. ეხლა მარტივად რო ვისაუბროთ, ვინაიდან მესმის რომ ბევრი დრო არ გვაქვს და მეცნიერულ კვლევებში და ძალიან სიყნეებში ვერ წავალთ, თავარ პრინციპებზე ვისაუბროთ. მეორე ნახევარი როცა ვამბობთ, რომ მეორე მოზარდის
განვითარების მეორე ნახევარს განაპირობებს არაფორმალური განათლება, აქ ცოტა რომ გავამარტივოთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ამ სეგმენტში, ასაკობრივ სეგმენტში, დიდწილად ეს არის ახალგაზრდული საქმიანობა. ერთგვარ სინონიმად შეგვიძლია ვთქვათ. მესმის, რომ პირდაპირ სინონიმები არ არის, მაგრამ ვინაიდან ახალგაზრდული საქმიანობა არის არაფორმალური განათლების, მათ შორის არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიის გამოყენება იმისთვის, რომ აი ეს თუნდაც ევროკავშირის მიერ აღიარებული 8 მთავარი კომპეტენცია გადასცეს ბავშვებს და მოზარდებს და ახალგაზრდებს ახალგაზრდული მუშაკების მეშვეობით. გასაგებია რომ მხოლოდ ამას არ შემოიფარგლება და თავად ახალგაზრდული საქმიანობა და ახალგაზრდული მუშაკი, როგორც პროფესია კიდე კატეგორიებად იყოფა. კარგად მოგეხსენება შემეცმა, მაგალითად mobile use worker-ი, outreach-ი, basic use worker-ი, ინსტიტუციაში მომუშავე use worker-ი იქნება ეს ჰობი განათლების თუ სხვა. თუმცა აი ეს კომპეტენციებზე მინდა რომ მაყურებელს ცოტა განვმარტოთ ევროკავშირის ხო რა კომპეტენციები. ჩამონათვალი შემიძლია. მადლობა შეხსენებისთვის, ძალიან სწორი შენიშვნა იყო მადლობა ესმა. აი ამ კომპეტენციებში რა იგულისხმება მაგალითად ეს არის ვთქვათ კრიტიკული აზროვნება, ხო, ამ 8 კომპეტენციაში იგულისხმება ყველა ის ადამიანური კომპეტენცია, მთავარი, რომელიც საჭირო არის არა მარტო ახალგაზრდისთვის, ნებისმიერი ასაკის მოქალაქისთვის, რათა ის იყოს ღევანდელი თანამედროვე საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და მათ შორის ეკონომიკური ბაზრის კონკურენტული ნაწილი. მაგალითად ესეთი არის კრიტიკული აზროვნების კომპეტენცია. მაგალითად ეს არის მეწარმეობის კომპეტენცია, მაგალითად ეს არის დიჯიტალისა და ანალიტიკის კომპეტენცია, მაგალითად ეს არის კულტურათშორისი ურთიერთობის კომპეტენცია, ეს არის თვითსწავლის კომპეტენცია. რამდენად ქართულად სწორად ვთარგმნი, არ ვარ დარწმუნებული, თუმცა არ სწორად ვამბობ, ეს არის სამოქალაქო კომპეტენცია, ეს არის საბაზო კომუნიკაციის უნარი ეს კომპეტენციები. და ასე შემდეგ. მათ შორის ქვეყნებს შორის მაგალითად ვარირებს. მეხოთ იმის რომ ევროკავშირის ეს 8 აქ დაწესებული, სხვადასხვა ქვეყანაში შეიძლება რაღაც თავისი ვარიაციები ქონდეს. მათ შორის ქართულად როგორ იქნება მეორე ენის, ეხლა არს მეგონი სწორად ვთქვი, რომ ორენოვანობის კომპეტენციაც კი არის, აი ახალ 19 თუ 20 წლის განახლებულ ევროკავშირის ამ 8 კომპეტენციაში. განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც რამდენიმე სახელმწიფო ენა არის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთზე მეტი ენა იცოდეს ადამიანმა. მათ შორის მეცნიერული კომპეტენციაც ჩაამატეს. ეს კომპეტენციები რაც ჩამოთვალე, შემდგომში კიდე ქვეკომპეტენციებად იყოფა და თითოეული მათგანი გულისხმობს სამ მთავარ მდგენელს. ესე იგი, ამ კომპეტენციის, ამ კომპეტენციის ცოდნა გადაეცეს ერთი, მეორე შესაბამისი უნარი გადაეცეს ახალგაზრდას და მოზარდს და მესამე შესაბამისი დამოკიდებულება ჰქონდეს ამ კომპეტენციის მიმართებაში. აი ეს კიდე განაპირობებს აი ამ სიძლიერის არაფორმალური განათლებისა და პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობის. აქაც ახლა რა თქმა უნდა ძალიან გავამარტივებ, მაგრამ კლასიკური ფორმალური განათლების თავარი ამოცანა თუ არის ცოდნის გადაცემა, არაფორმალურ შემთხვევაში არის მთლიანად კომპეტენციის გაღვივება, ანუ ცოდნის გადაცემა, შესაბამის უნარის განვითარება და შესაბამისი დამოკიდებულების, ანუ ეგრეთ წოდებული attitude-ის შექმნა აი ამ კომპეტენციის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავად შესწავლის პროცესში და სწორი დამოკიდებულების ქონის პროცესში. შესაბამისად აი თქონდა ღირებულებები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ შეიძლება ახლა მასე მივიღოთ ძალიან კვალიფიციური ინჟინრები, რომლებიც პირობითად კლიმატორიუმებს აშენებენ, ხო? ანუ ვიცით ესეთი მაგალითები, რომ განათლებულობა შესაბამისი ღირებულებების გარეშე და დამოკიდებულებების არ ნიშნავს მაინც და მაინც საზოგადოებრივ სიკეთეს. ნამდვილად, კეთახლა აი თუნდაც სიტყვაზე კერძო ბაზრის ან ბიზნესის დემონიზირება თუ მოხდა მასობრივად, ხო ეს არაფერი კარგისკენ არ მიგვიყვანს, არადა სამეწარმეო კომპეტენციის მართ დამოკიდებულების მესამე კრიტერიუმში, იმის გარდა რომ ცოდნა კონდეს ახალგაზრდას რა არის მეწარმეობა კერძო ბაზარი, რა უნარები უნდა კონდეს იმის რომ თქვა საკუთარი
მეწარმეობა დაიწყოს ან აი ამ თანამედროვე დიჯიტალ სამეწარმეო ეგრეთ წოდებულ სტარტაპ სფეროში ჩაერთოს, ამ ცოდნის და უნარების გარდა თუ არასწორი დამოკიდებულება აქვს და თუ ის რომ ეხლა ცოტა უტრირებ, თუმცა ესეთი მაგალითები არსებობს ქართულ რეალობაში და ამიტომ მომხავს. მაინც ხაპარიც არ არის. და რაღაც კერძო ბიზნეს დემონიზირებას თუ მოვახდენ და ვიწვით, რომ ჩვენს ხარჯზე ცხოვრობს რაღაც ბიზნესი და სიცხწოს, გასაგებია რომ კონკურენტუნარიან კერძო ბაზარს და შესაბამისად ეხლა ძალიან რო დიდ სურათში განვაზოგადო გეოსტრატეგიულ კონკურენციაში კონკურენტუნარიან ქვეყანას რა თქმა უნდა ვერ ავაშენებთ და კი ვიცით რითიც შეიძლება ეს დასრულდეს სული კაკოტრებით ქვეყნის მაგალითად. დიახ, თქვენ საინტერესო რამ ახსენეთ აი ბიზნესთან დამოკიდებულების კუთხით, იმიტომ რომ თან თქვენ თვითონაც გაქვთ ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება. ესეც საინტერესო არის, ბევრი ახალგაზრდა დღეს ამბობს, რომ რატომ წამოვიდე საჯარო სამსახურში რა მინდა სამოქალაქო საზოგადოებაშიც გავაკეთებ ჩემს საქმეს, მაგრამ თქვენ რას ეტყოდით აი ესეთ ახალგაზრდებს რატომ უნდა წამოვიდნენ თქვათ ისინი საჯარო სამსახურში, ანუ ვისაც და რა ღირებულების შექმნა თქვათ შეუძლია, ხო თქვენთვის რა იყო мотиваცია, რომ საჯარო სამსახურში ჩამდგარიყავით? ხო, ძალიან რთული საკითხი არის, ძალიან პირდაპირ საპასუხოდ და განსაზოგადებლად. ფიქრობ, რომ ინდივიდუალური მიღმა ჭირდება ამას. მათ შორის საკონსულტაციო ზე მეტად, ან მენტორინგზე მეტად ფიქრობ უფრო კოუჩინგის საკითხი ახლა შედაც კითხეს, იმიტომ რომ ეს ინდივიდუალურ ისწრაფებებზე და მათ შორის უნარებზე არის დამოკიდებული და მათ შორის შესაძლოა ასაგზეც. იმიტომ რომ მე მაგალითად იმ დროს წამოვედი, როდესაც მე მესამე კურსიდან, ესემის მესამე კურსიდან მქონდა უკვე საკუთარი ბიზნესი და მთელი 20 წელი თქვათ მეწარმე და სტარტაპერი ვიყავი, სულ კერძო ბიზნესში ვიყავი აქედან 2012 წლიდან ასევე ვიყავი და ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და რაღაც მენტორი ვიყავი სტუდენტების და ახალგაზრდების და მილენიალური თაობის წარმომადგენლების და მე ბუნებრივად მივედი იქამდე, რომ იმას, რასაც ვაკეთებდი მთელი ჩემი ცხოვრება და განსაკუთრებით 2012 წლიდან ბოლო 8 წელი სულ ამ ახალ თაობასთან ყოფნა დავინახე, რომ საჯარო სფეროში დღეს არის საუკეთესო. რომ საჯარო სფეროში შეიძლება მომეცებს ამის მულტიპლიცირების საშუალება. იმისი, რასაც მე უფრო მცირე მასშტაბით ვაკეთებ და ეს იყო ჩემთვის საშუალება, რომ ის ჩემი ხედვა, აი საიმონ სინეკის why რაც არის, ხო მაგალითად, golden circle. აი ეს ჩემი ხედვა სტრატეგიული რაც არის, არა მხოლოდ ვთქვათ რამოდენიმე ათას, ვთქვათ რამოდენიმე ასეულ ჩემ სტუდენტში ან რამოდენიმე ათას აი მილენიალურ თბილისურ ვთქვათ წრეში განვახორციელო, არამედ საჯარო ვთქვათ საჯარო სფერო გაძლევს საშუალებას, რომ მთელი ქვეყნის, მთელი სფეროს მასშტაბით შეძლო და შენი იდეები იმედია რომ პოზიტიური იდეები განახორციელო. ჩემ შემთხვევაში ეს იყო. ან ჩემი მაგალითის თქვა შემიძლია მხოლოდ ძალიან რთულია ვინმეს უკარნახო რომ წადი საჯაროში, რომ გააჩნია მის უნარებს, გააჩნია იმ ადამიანის სურვილებს, თუმცა საჯაროს აი რასაც პოზიტიურს ვიტყვი, აქვს ის რომ შენ თუ უკვე მხარ მზად, მომწიფებული ცოდნით, ფსიქოლოგიურად და ეს სხვადასხვა ასაკში ხდება სხვადასხვა ახალგაზრდისთვის, თუ ხარ მზად რომ უკვე საზოგადოებას ემსახურო, ვინაიდან საჯარო სფერო სიამბილში რა არის, ხა ძალიან შორს არ მომივიდეს ახლა წასვლა, მაგრამ განსაკუთრებით new public management-ს თუ გადავხედავთ, რა არის, რომ ემსახურო საზოგადოებას და მიაწოდო მის საზოგადოების დაკვეთით ერთგვარი საზოგადო სერვისები მიაწოდო მოქალაქეს, ხო? რაც მაინდა-მაინც ადვილი არ არის და ამას მომზადება, ცოდნა და ფსიქოლოგიური განწყობაც სჭირდება, თუ საჯაროში ოდენ კარიერისთვის მიდიხარ, ესეც რა თქმა უნდა საქმეა, მაგრამ მგონია რომ საჯაროში მაინც ჯობს სხვა უფრო მაღალი мотиваციებით წავიდეთ. ეს ვთქვათ საუკეთესო შემთხვევაში. თუმცა მესმის რომ რეგიონებში მაგალითად სამსახურის პოვნის პრობლემა არის და იქ დიდწილად დამსაქმებელი არის
ეს რა ქვია სახელმწიფო ფეთ იმის რომ ფრინად ეროვნულ დონეზე სულ 17% არის საჯარო მოხელეების. ცოტა გასაკვირია, სულ გონია ხოლმე რომ მეტი არის. მაგრამ 17%-ზე მეტი არის, რაც საშუალო დონით ითვლება. თუმცა ეს სხვა საკითხი არის, მოკლედ და მაგალითად საჯარო სკოლის მასწავლებელი არც ითვლება საჯარო მოხელე. ითვლება, კი. უბრალოდ ამ 17%-ში ითვლება, თორე ეს საჯარო მოხელე. დაპირგაგებთ არა, მაგრამ 17%-ში შედის. ასე რომ ურჩევდი იმათ, ვისაც აქვს აი ეს მაღალი მატერიალისადმი, რა ქვია, მიდრეკილება და საზოგადოებისათვის რა ქვია, მოღვაწეობის უკვე მომწიფებულობა და ამის შესაბამისი ცოდნა აქვს. ახალგაზრდებსაც რა თქმა უნდა მოუწოდებდი, ვინაიდან საჯარო სფეროში ეს კიდე ერთი ცალკე საკითხია, მაშინ ამასაც ვიტყვი, რადგან მკითხე. ბოდიში რომ ძალიან კონკრეტული პასუხი ვერ გაგეცი, მაგრამ მგონია რომ სახიფათო არის პირდაპირ მოუწოდო ახალგაზრდებს, რომ წადით საჯაროში. იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა საკუთარი ბიზნესი უკეთ გამოუვიდეს, ან ფრილანსერი იყოს, ან უბრალოდ დასაქმებული იყოს კერძო ბიზნესში და ვიღაცისთვის კი საჯარო იყოს, მაგრამ საჯარო ძალიან დიდი იმპაქტი აქვს, ანუ ძალიან დიდი შედეგი შეიძლება რომ მოიტანოს თუ სწორ დროს სწორ ადამიანს ჩავაყენოთ საჯარო სამსახურში. აი ამაზე მაშინ ბარემ ვიტყვი პრინციპში ერთს ხო ბარემ ვიტყვი რომ საერთოდ ჩვენი ხედვა რა არის, ჩემი პირადი ხედვა რა არის და შესაბამისად სააგენტოს ხედვაც რა არის, რას ეფუძნება საერთოდ ჩვენი მთელი საქმიანობა. ეს და რაც ამავე დროს პასუხობს კითხვაზე, თუ რატომ ახალგაზრდობა როგორც ცალკე სეგმენტი და თუ რატომ ახალგაზრდობა როგორც ახალგაზრდობისთვის ცალკე ვთქვათ უცხება, ან ცალკე იმართულება, ცალკე სფერო რატო არსებობს. აქ ორი პასუხი არსებობს. ერთი ის, რომ ქვეყნის მთავარი კაპიტალი ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით საქართველოს, რომელსაც არ გვაქვს ეს ბუნებრივი რესურსები, გაზი, ნავთობი და ასე შემდეგ და ჩემს აზრით კიდევ კარგი რო არ გვაქვს, ვინაიდან იქ ძალიან ორლესული ხმალია ნამდვილად. ის სხვა პრობლემები მოსდევს და ჯობია ადამიანური კაპიტალით გავიდეთ, თორემ რაც მათ შორის უფრო მდგრადი არის და უფრო დიდი შედეგების მომტანი არის წელვადაში და სისტემურად. ამიტომ როცა ვამბობთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი კაპიტალი არის ადამიანური კაპიტალი, ამ დროს დგება იგივე მარტივი ჭეშმარიტება, რომ ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლება და წყარო არის ახალგაზრდობა და ახალი თაობა. განსაკუთრებით კი ჩვენს ეპოქაში, ანუ მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში, რომელიც ძალიან სპეციფიური ეპოქა არის. ტექნოლოგიების ძალიან მზარდი, უეცარი და უკვე ძალიან სწრაფი მზარდი სისწრაფის გამო, სულაც მალე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაც დაგვეწევა და მოკლედ და ასე შემდეგ. ეხლა კიდე ამაში რო არ წავიდეთ, კვანტური კომპიუტერის შექმნამდე რო არ მივიდეთ და ასე შემდეგ. რას ვამბობ, რომ კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი არის ის სენტენცია, რომ ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლება და წყარო ახალგაზრდობა და ახალი თაობა, ვინაიდან ამ ეპოქას სასიცოცხლოდ სჭირდება ამ ეპოქის შვილების ჩართულობა ყველა სექტორში, საზოგადოებრივ, სამოქალაქო, ეკონომიკურ, პოლიტიკურ ყველა მიმართულებაში. სხვანაირად ჩვენ ვერ ავაშენებთ თანამედროვე დემოკრატიულ, წარმატებულ, კონკურენტულ ქვეყანას, თუ აი ეს ამ ეპოქის შვილები არ გვეყოლება ყველა მიმართულების, როგორც ბიზნესიდან საჯარომდე, რა ქვია, მათი ხედვით და მათი ხელებით თუ არ გამithარდა ეს მიმართულება, ვინაიდან ჩემმა და ზედა თაობამ და მათ შორის ხელისუფლებამ და იმ ადამიანებმა და იმ ჯგუფებმა, ვის ხელშიც პოლიტიკური თუ სხვა რესურსები არის, ჩვენ მთავარი კონტრიბუცია უნდა იყოს ამ ახალგაზრდებისთვის ხელშეწყობა მაქსიმალური, მათ შორის განვითარების ხელშეწყობა, მათ შორის რაც ვთქვი, ეკოსისტემის შექმნა და საშუალების მიცემა, რომ აი ყველა სექტორში თავისი ხედვით და თავისი ხელებით მოვიდნენ, თორემ კი ვხედავთ, რომ ბოლო 30 წელი არაფერი დიდად სისტემური და მდგრადი საერთოდ რა ინესტო დავარქვათ ეკოსისტემა ქვეყანაში არ არსებობს. ასე რომ პირველი და მთავარი ხედვა, რასაც ეფუძნება ეგ არის, რომ ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლება წყარო არის ახალგაზრდობა და ახალი თაობა.
ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც ახსენეთ და დასაქმებასთან დაკავშირებით და მაღალ ტექნოლოგიებთან, როდესაც ხომ ხედავთ, რომ ტექნოლოგიები მართლაც ძალიან სწრაფად ვითარდება და ფიზიკურ შრომას დანადგარი ანაცვლებს ძალიან ბევრ სფეროში. მაგრამ დღეს რომ შევხედოთ, ხო თუნდაც ჩვენი ახალგაზრდების, მათ შორის ეს პანდემიამ და ონლაინ სწავლების პრობლემებმა კარგად აჩვენა ანუ ონლაინ უნარები და ასევე ტექნიკური აღჭურვა და აღჭურვილობა. ამ მიმართულებით ხომ როგორ ფიქრობთ, ეს გარღვევა, რამდენად როგორ შეიძლება ამოივსოს და ასევე ზოგადადაც როგორ შეიძლება რომ ხელი შეეწყოს მათ შორის ახალგაზრდების დასაქმებას, იმიტომ რომ ხედავთ რომ ძალიან მაღალი არის უშორობის დონე განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეს ძალიან კომპლექსური საკითხი არის. ანუ ეს მხოლოდ ახალგაზრდობის სფეროს საკითხი ვერ იქნება. მეც უფრო თუ საჯაროზე ვისაუბრებთ, უფრო ეკონომიკის სამინისტროს საკითხი არის. უნდა ახალგაზრდობის სფერო და ახალგაზრდობის სააგენტო, მათ შორის როგორც ერთ-ერთი თავი მოთამაშე, შეიძლება კი რა უცბად არის კიდევ ჩართული, თუმცა უფრო კომპეტენციების შექმნაში ეგრეთ წოდებული სამეწარმეო mindset-ის, ეგრეთ წოდებული სამეწარმეო mindset-ის გაღვივებაში, ანუ ცოდნისა და პოპულარიზაციის გაღვივებაში ქვია სამეწარმეოსი, ანუ სფეროსი და სააგენტოს უშუალო კონტრიბუცია ამას შეიძლება იყოს ახალგაზრდული საქმიანობით, კომპეტენციების გაღვივებით, ეგრეთ წოდებული სამეწარმეო mindset-ის პოპულარიზების მიმართულებით. ხოლო უშუალო დასაქმება, რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი კერძო სექტორის საქმე არის პირდაპირ და ხოლო ეკოსისტემის შექმნა, სამეწარმეო ეკოსისტემის. ეს უკვე არის დიდწილად ეკონომიკის სამინისტროს, მათ შორის საერთოდ მთავრობის და პარლამენტის პრეროგატივაც, თუმცა კერძო სექტორისაც. აი აქ რადგან ეკოსისტემა კიდევ ერთხელ ვახსენე, ეკოსისტემა ყველა სექტორს ესაჭიროება, საჯაროს თუ კერძოს, ახალგაზრდულ სფეროს, სამეწარმეო სფეროს, სპორტის სფეროს, ან სპორტის სპორტული ეკოსისტემა თუ სამედიცინო თუ სხვა, ყველას უნდა ქონდეს ეს ეკოსისტემები, იმისთვის რომ ის სფერო საერთოდ ფუნქციონირებდეს მინიმუმ და ამის გარეშე ეკოსისტემის გარეშე ეფექტიანი ვერ იქნება საერთოდ. კოორდინაცია არის აუცილებელი, რომ ეს ფრაგმენტული არ იყოს და ერთმანეთის საქმეს რო არ აკეთებდნენ და რაღაც განმეორება რო არ ხდება, გადაფარვა. ეკოსისტემა ეგ არის, რომ მთავარი მდგენელებისგან შედგება და მდგენელებისგან და ისინი ერთმანეთთან არიან სინქრონში და სინერგიით მიიღწევა ეკოსისტემის შედეგი. ამიტომ როცა ვამბობ მაგალითად, რომ ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემა არის სასაშენებელი, აქედან 80% არ გვაქვს. მაგალითად თითქმის იგივე, პრინციპულად იგივე ეხება სამეწარმეო ეკოსისტემას. აი რო გადახედოთ თუნდაც აიზენბერგის სამეწარმეო entrepreneurial ecosystems, აი რო გადახედოთ თქვა ახალგაზრდებმა თუნდაც როგორც მოდელს იმის როგორ წარმოადგენა შეიქმნათ და ჩაუკვირდნენ მდგენელებს და მდგენელებს და ინახავენ რამდენი აკლია სამეწარმეო ეკოსისტემას იმის რომ მდგრადად ფუნქციონირებდეს და მაგიტომაც არის რომ მართლაც სტარტაპ ეკოსისტემა ძალიან სუსტი, უბრალოდ სტარტაპ ტექნოლოგიური, ინოვაციური სტარტაპები საერთოდ არ გაგვაჩნია. აი მილიარდიანი სტარტაპები საერთოდ არ გაგვაჩნია, არადა ეს ქვეყნის ზომაზე არ არის დამოკიდებული. სანდროში ეკოსისტემის გამართულობაზე არის დამოკიდებული. ესე რომ როცა აი კითხვაზე თქვენს შენს კითხვაზე პირდაპირ პასუხი რა უნდა ვქნათ, სტრატეგიულად არის კვლავ და კვლავ ახალგაზრდული სფეროსი არ იყოს, ეკოსისტემა უნდა იყოს გამართული, რომელიც არის როგორც პოლიტიკური არა, ქართულად ინგლისურად policy რასაც ქვია, ხო? ნაწილიდან დაწყებული აზრის განვითარებით, ადამიანური რესურსების განვითარებით, ახლა დიდ მდგენელებს ვამბობ, სოციალური ნორმების რასაც ნორმები აქვეყნეს და ასე შემდეგ. ანუ ყველა სფეროში აი ძალიან სტრატეგიულად რო თქვა, ების ყველა სფეროს განვითარება ის საფუძველი პირველი ნაბიჯი ეს არის იმ სფეროს ეკოსისტემის სრულყოფილი ეკოსისტემის შექმნა. ამის გარეშე ჩვენ ბოლო 30 წელი რასაც ვაკეთებთ, რომ ამოვარდნილად თუ ამოგლეჯილად კონტექსტიდან სხვადასხვა თითქოს და შეიძლება ცალკე შვენიერ პროექტებს ამ თუნდაც ზელანდიან პროგრამას ვახორციელებთ, მაგრამ
სავარაუდოდ, ალბათ საბანკო სექტორი, ვიწრო საბანკო სექტორის გარდა სხვა ეკოსისტემა ეხლა უცებ არ მახსენდება, სულ ყოფილა შექმნილი და ეფექტური. ეგ არის პრობლემა, რადგანაც შედეგები არ გვაქვს. დიახ, აი აქ ჩართულობის კომპონენტიც შემოდის უკვე, რომ ახალგაზრდობა ნამდვილად გამჭოლი თემაა, იმიტომ რომ ახალგაზრდებს გვეხება ხო მარტო განათლება არა, თუნდაც აი დასაქმების საკითხები, თუნდაც საპენსიო რეფორმები, იმიტომ რომ სამომავლოდ ჩვენს ეს შეგვეხება და უკვე ეხებათ იმათ, ვინც თქვა საპენსიო ფონდში აკეთებენ შენატანებს და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით თუ ექნება ახალგაზრდობის სააგენტოს მანდატი, რომ თუნდაც როგორც მთავრობის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ერთ-ერთ სიბს, რომ სამინისტროებთან გაწიოს კოორდინაცია იმისთვის, რომ მეტი ჩართულობა იყოს ახალგაზრდების აი თვითონ სამინისტროების თემატური პოლიტიკების წარმოებაში. მადლობა ამ კითხვისთვის. ხო, იმდენად ბევრი კითხვა ჩდება, რომ გამომდის ხოლმე გადახვევა რაღაც თემიდან. და კაია რომ კითხე, დაუბრუნდები მთავარ ხაზს. პირველი რაც ვისაუბრეთ, რომ საერთოდ რა იყო გამოწვევა, ხო, მოაჩინეთ, რომ ეკოსისტემაა შესაქმნელი და რომ არაფორმალური განათლება არის გასავითარებელი, რათა მეორე 50%-იც იქნას ბავშვის მოზრდის და ახალგაზრდის ათვისებული. ამ დროს თქვით, რომ ეს არის პრაქტიკულად იგივე, ვარტივად რო ვთქვათ, პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობა. ანუ შესაბამისად დავისახეთ მიზნად ეკოსისტემისა და პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობის განვითარება საქართველოში. შემდგომ ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი ხედვა არის, რასაც ყველაფერი ეფუძნება, ის რომ ადამიანური კაპიტალის განვითარება არის საჭირო ქვეყანაში და ადამიანური კაპიტალის მთავარი განახლებადი წყარო კი ახალი თაობა და ახალგაზრდობა განსაკუთრებით ამ მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუციის ეპოქაში. შემდგომ რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაბამისად ჩვენ დავისახეთ ჯერ კიდევ ჩემი შარშან პრემიერის ჩეულობიდან მოყოლებული 3-წლიანი რეფორმების სტრატეგია, 4-ფაზიანი, რომლის პირველი ფაზაც იყო სტრუქტურული რეფორმა. და მანამდე 3 ცალ-ცალკე ახალგაზრდული ერთეული სამთავრობო ერთეული არსებობდა, რომელსაც და ამას გარდა ასე მუნიციპალურ დონეზეც რა თქმა უნდა. კი, ახლა პასუხამდე მივდივარ, უბრალოდ ლოგიკურად ხომ მივიდე. ამიტომ იმის რა ეს დიდი გამოწვევა 3-წლიანი რეფორმა თავის 9 მიმართულებით, როგორც ვთქვი, და შესაბამისად დიდი ეკოსისტემის შექმნა აგვეწია, ესე ვთქვათ, შეგვიძლიებოდა რომ აგვეწია, ამისთვის პირველი იყო სტრუქტურული რეფორმა, ჩასატარებელი. შესაბამისად ეს 3 ცალ-ცალკე უწყება გავარდიანეთ ერთ უწყებად, რომელიც გამოვიდა სამინისტროს დაქვემდებარებიდან და ავიდა უშუალოდ მთავრობის ადმინისტრაციისა და უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რამაც საშუალება მოგვცა იმისა, რომ ეს უწყება გამხდარიყო ჯერ ერთი ლეგიტიმაცია რა თქმა უნდა ძალიან გაიზარდა, ვინაიდან პრემიერის დაქვემდებარებაში არის და თან პოლიტიკის შემუშავებელი უწყება გახდა. ეგრეთ წოდებული policy maker-ი. რამაც მოგვცა იმის საშუალება, რომ ჩვენ ეკოსისტემას შევეჭიდოთ, ეკოსისტემის შექმნას შევეჭიდოთ წელს სფეროში და რა ქვია, აი ამ 3-წლიან 9 მიმართულების რეფორმას შევეჭიდოთ. შესაბამისად, ახალ გაერთიანებული ახალგაზრდობის სააგენტოს 3 მთავარი ფუნქცია მიენიჭა მთავრობის მიერ, აი აქ არის აი კონკრეტული პასუხი შენს მოგკითხვაზე. პირველი ფუნქცია ეს არის მთავრობის ახალგაზრდული პოლიტიკისა და ახალგაზრდული სტრატეგიის შემუშავება. მეორე ეს არის ამ პოლიტიკისა და სტრატეგიის გატარება როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე და მესამე ფუნქცია ეს არის ზუსტად რაც ვკითხე, კოორდინირების ფუნქცია, როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე ადგილობრივ დონეზე. კოორდინირების ფუნქცია რაც ქვია, რომ როგორც შინახსენე, ახალგაზრდობა რა თქმა უნდა კროს-სექტორული არის და ეხლა სამინისტრო მთავრობაზე რო ვთქვათ, გამსჭვალოს ყველა სამინისტროს. შესაბამისად, ჩვენი პასუხისგებლობა არის კოორდინირება აი ამ ყველა უწყების, კონკრეტულად თუნდაც რა თქმა უნდა ახალგაზრდული მიმართულებით. მათ შორის, როგორც ვთქვი, პირველი ფუნქცია რაც არის სტრატეგიის შემუშავება, ეხლა ვარ ზუსტად იმ პროცესში, რომ მუშავდება სრულიად მთავრობის ახალგაზრდული სტრატეგია 2025, რომელიც არის მთელი მთავრობის ყველა უწყების მომცველი
შესაბამისად ამ სტრატეგიის შექმნაში არის მართალია პასუხისმგებლობა და უშუალოდ მანდატი ამ სტრატეგიის შემუშავებაზე ახალგაზრდობის სააგენტოსებისთვის, თუმცა არის ჩართული ყველა უწყების შესაბამის წარმომადგენელი, რათა ეს კროს-სექტორულობა იყოს განსაზღვრული და ამაში მაგალითად, კონკრეტული მაგალითი, ამაში გამოიხატება კოორდინირების ფუნქცია ახალგაზრდობის სააგენტოსი, ერთად იმაში რა ქვია, სტრატეგიის შექმნაში. ასევე სამოქმედო გეგმის შექმნაში, ანუ ყოველი უწყების ახალგაზრდული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შექმნის კოორდინირებაც სააგენტოს ხელში იქნება. ეკონომიკის სამინისტროდან დაწყებული და ჯანდაცვის სამინისტროთი დამთავრებული. მათ შორის კონკრეტული ეს სტრატეგიულ დონეზე რო ვთქვათ, კოორდინირება რაში გამოიხატებოდა. მათ შორის კონკრეტული პროექტებიც კოორდინირებაში არის ჩვენთან. კოორდინირებაში რა უბრალოდ ფუნქცია გვაქვს და პასუხისმგებლობა გვაქვს თავრობის წინაშე ამისი. მაგალითად, განათლების სამინისტრო, კიდე ერთი კონკრეტული მაგალითი რო ვთქვა უკვე კონკრეტული პროექტის განათლების სამინისტროსთან ერთად ჩვენი კოორდინირებით და მათ შორის უშუალო აღსრულებით პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობა შეგვაქვს პროფესიულ სასწავლებლებში, რომელიც ჩვენი კოორდინირებით ახორციელებთ განათლების სამინისტროსთან ერთად. ეს არის ერთ-ერთი კონკრეტული მაგალითი აი ამ კროს-სექტორული თანამშრომლობის და ჩვენი მხრიდან კი კოორდინაციის. საპილოტეთ წელს 10-ვე ყოველ კოლეჯს ეყოლება თავისი ახალგაზრდული მუშაკი, რომელიც დაეხმარება, არ ვიცი, კარიერული განვითარების და დაგეგმვის კუთხით კონსულტირებას გაუწევს იქ მოსწავლე სტუდენტებს, ხო? დიახ. ეგეთი გრძელვადიანი პროგრამა გვაქვს, წელს არის საპილოტე წელი, მათ შორის ამ პროგრამის და როდესაც მე ოკუპირებული 2 რეგიონის გარდა დანარჩენ 10 რეგიონის წელს თითო კოლეჯში, რადგან საპილოტე ყველა რეგიონი რომ მოგვეცვა, თითო საპილოტე კოლეჯში ვიწყებთ აი ამ საპილოტე პროგრამას ახალგაზრდული საქმიანობის, პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობის შეტანის და ამ კოლეჯში გაჩენის ახალგაზრდული პროფესიული მუშაკისა, რომელიც როგორც შევთქვი, აი ამ სერვისებს, ახალგაზრდული საქმიანობის სერვისებს მათ გაუწევს. სხვათა შორის ეგრეთ წოდებულ calls ვაცხადებთ 30 რიცხვიდან და იმის რომ აი ამ 10 კოლეჯში მივიღოთ ვინაიდან ერთი იქნება უშუალოდ თანამშრომელი, ერთი კი გარედან შემოგხავს და სასერტიფიკატო გადამზადების კურსი იწყება სექტემბრიდან. თუ სწორად მახსოვს 6 სექტემბრიდან და იქნება 9 თვიანი სასერტიფიკატო კურსი. მაგრამ ამასაც ვიტყვი სანამ ჯანდარ რეფორმის მიმართულებებზე გადავალ შეიძლება რომ აღარც იყოს. ამასაც ვიტყვი რომ ახალგაზრდული პირველად მოხდა რომ წინა კვირაში ჩვენი ექესგან, ანუ სახელმწიფოს მიერ პირველად იქნა აღიარებული ახალგაზრდული მუშაკის, პროფესიული ახალგაზრდული მუშაკის სახელმწიფო სასერტიფიკატო პროგრამა. რომელსაც აი ეს მათ შორის ეს პროფესიული კოლეჯების სასწავლებლების აი ეს თანამშრომლები გაივლიან, რაც არის პირველი ძალიან დიდი ნაბიჯი ახალგაზრდული საქმიანობისა და ახალგაზრდული მუშაკის პროფესიონალიზაციის. აი 9 ეს ჯერჯერობით პროფესიული პროგრამაა, თუმცა სამაგისტრო პროგრამაც იგეგმება, ხო, როგორც ვიცი? კი, მაშინ ამაზეც ვიტყვი, დღეს რაღაც გადახტავები გამომდის ამ თემებში, მაგრამ ის ბევრი თემა არის და ყველა საერთოდ ეს ყველაფერი ერთმანეთს ებმის და იმიტომ. რა თქმა უნდა. ვერ შევძელი რომ ერთი ლოგიკური ჯაჭვი დამეცო უკაცრავად აქვს, მაგრამ აი მაგალითად როცა ამბობ სამწლიანი სტრატეგია არის თქო რეფორმის ახალგაზრდობის სფეროს მათ შორის 9 მიმართულებით, აი პირველი უმთავრესი მიმართულება, რომელიც მთლიანად ეკოსისტემას გამშვალოს არის აი ეს პროფესიული ახალგაზრდული საქმიანობა, ეგრეთ წოდებული youth work, ხო? ანუ youth work-ის და youth worker-ების ეგრეთ წოდებული ინსტიტუციონალიზაცია ხმარდება. ანუ პროფესიად აღიარება, პროფესიად ჩამოყალიბება, მისი ბაზრის განვითარება, შექმნა და ასე შემდეგ. ანუ ახალგაზრდული საქმიანობის გავრცელება და პროფესიონალიზაცია ქვეყანაში და ამის ეს ხო დაწყებული გვაქვს თებერვლიდან დავიწყეთ 9 მიმართულების იმპლემენტაცია, მათ შორის აი ამ პირველი და უმთავრესის და აი ეს წინა
კვირაში მიღებული უკვე საბოლოო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფო ფაქტურად აღიარა ეგეთი პროფესიის არსებობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ პროფესიული ახალგაზრდული მუშაკის სასერტიფიკატო პროგრამა დაამტკიცა ეკემ და ამას გაივლიან ამის წელს უკვე 3 სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსი გვექნება. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩათვლით, რომ ეს პროცესი პროფესიად ჩამოყალიბების დაწყებულია შეუქცევადად. ამაზე ახლა უკვე ცოტა დროის ამბავია, რომ რაც ბიუროკრატიული მექანიზმები გასავლელი, რათა აი პროფესიათა ჩამონაცვალში მოხდეს, თორე როდესაც სახელმწიფო მიერ აღიარებული პროგრამა არსებობს, დიპლომით, სერტიფიკატი, ეს ნიშნავს, რომ ის პროფესია უკვე აღიარებულია. როგორც კი პირველი ეს იქნება სექტემბერში, აი პროფესიული კოლეჯებისთვის, მეორე კვლავ სექტემბრის ბოლოს ეს იქნება მუნიციპალური ახალგაზრდული მუშაკებისთვის, ეს მეორე მიმართულების ნაწილი არის, როცა ეკოსისტემა კროს ერთმანეთს ავსებს, აი ეგ არის, რომ პირველი მიმართულება და მეორე მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმირება, ეს ორი რა თქმა უნდა ერთმანეთთან კავშირში არის და 64 მუნიციპალიტეტის მერიების ახალგაზრდული სამსახურების თანამშრომლები გადამზადდებიან აი პროფესიულ მუნიციპალურ ახალგაზრდულ მუშაკებად. აი ეს მეორე სასერტიფიკატო კურსი იქნება ასევე სექტემბრის ბოლოს. წელსვე ასევე ოქტომბერში დაიწყება ასევე უკვე სამოქალაქო სექტორისთვისაც აი ეს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სასერტიფიკატო სასწავლო პროგრამა ეგრეთ წოდებული basic youth worker-ების და ახალგაზრდული ორგანიზაციების ახალგაზრდული მუშაკებისათვის. ანუ ჩვენ არ ვწვდომთ მხოლოდ საჯარო სფეროს რეფორმირებაზე, რა თქმა უნდა, ეკოსისტემა მოიცავს საჯაროსაც, კერძოსაც, სამოქალაქოსაც. შესაბამისად, სასერტიფიკატო კურსი არსებობს ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციების, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების ახალგაზრდული მუშაკებისთვისაც, რომლებიც პროფესიული ახალგაზრდული მუშაკები გახდებიან. ეს სასერტიფიკატო კურსები დაფინანსებული იქნება სააგენტოს მიერ და საერთოდ რა თქმა უნდა ეს ყველა რეფორმის ყველა მიმართულება სააგენტოს მიერ ფინანსდება. აქ საინტერესო არის ზუსტად დაფინანსების მექანიზმებზე და მექანიზმებს რახან შევეხეთ. უცხოური პრაქტიკა როგორი არის, თქვათ, სხვა ქვეყნებშიც მსგავსად არის გადაწყვეტილი, რომ არის ერთი ცენტრალურ დონეზე ერთი მაკოორდინირებელი და პოლიტიკის განსაზღვრელი ესეთი სააგენტო და ასევე ძალიან საინტერესო არის ახალგაზრდული ორგანიზაციების ნაციონალური საბჭოების დაფინანსების მოდელი სხვა ქვეყნებში როგორ არის აი იგივე ევროპულ სახელმწიფოებში ვინ აფინანსებს ამ საბჭოებს ან რისგან შედგება ხოლმე მათი დაფინანსება? ბატონო, თვითონ სტრუქტურული მოდელი, თქვათ აი მთავარი საჯარო სექტორში მთავარი მოთამაშის, ხო ესე ვთქვათ, არის როგორც წესი ქვეუწყებები. შეიძლება სადღაც უმეტეს ქვეყანაში ეს არის განათლების სამინისტროს ქვეშ არსებული დეპარტამენტები მაგალითად. ან შეიძლება სააგენტოც იყოს, მაგრამ ექვემდებარება, თქვათ, სამინისტროს და სამინისტროს ქვეშ კიდე რომელიმე სტრუქტურა. ზოგ ქვეყანაში არის სპორტსა და ახალგაზრდობის სამინისტროს პოსტსაბჭოთა ქვეყნებს ეხება, თუმცა იქაც ეს ახალგაზრდობა სინამდვილეში ქვედეპარტამენტად არის მოქცეული. აი ჩვენი აქცენტი სპორტზე კეთდება, ესე გამოდის ხოლმე. კი, რა თქმა უნდა, სინამდვილეში სპორტის სამინისტროები არის ხოლმე. ისევე როგორც ჩვენ შემთხვევაში ციფრების განმავლობაში. მაგალითად, ამიტომაც არის საინტერესო ჩვენი მოდელი ევროპელების გადმოსახედიდან და აღიარებით, რომ ეგრეთ წოდებული აგენსიფიკაცია დაიწყო ჩვენ შემთხვევაში და საინტერესო кейსად განიხილავენ, რომ ესე იგი ახალგაზრდული სფერო გამოიყო ქვე სტრუქტურას და ცალკე სააგენტოდ ჩამოყალიბდა, ანუ ცალკე სამთავრობო, მაგრამ დამოუკიდებელ ერთეულად და წინა სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან ისეთი დაკვირვების ქვეშ ვართ, მათ შორის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მხრიდან თუ რამდენად გაამართლებს ეს მოდელი აგენსიფიკაციის, როდესაც ცალკე დამოუკიდებელ ერთეულად არის, ცალკე უწყებად არის გამოტანილი ამ სფეროს მთავარი საჯარო მოთამაშე. ამაზე ავანსებიც არის
მათი მხრიდან ევროკავშირის და ევროსაბჭოს მიერ გაცემული და ძალიან საინტერესო მოდელად მიაჩნიათ. მათ შორის დაახლოებით 2 კვირის წინ ევროკავშირის მიერ ჩატარდა ახალგაზრდული სამიტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, სადაც ეს საბჭოთა ქვეყნების შესაბამის ministrები და მე როგორც უწყების ხელმძღვანელი ვიყავი, პლუს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები იყვნენ, სადაც ყველა ეს ministrმა წარადგინა იმ ქვეყანაში თავისი განვითარების მოდელი, რა მოდელი არის რეფორმების მოდელი და შემდეგ, სადაც ამ ორდღიანი სამიტის მეორე დღის ბოლოს შეჯამებაში ევროკავშირის DG NIR-ის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ამ დეტალებში რა შევიდა DG NIR არის მაგალითად ეს ინსტიტუცია ევროკავშირის, რომელთან ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პირდაპირ ეს ურთიერთობა პირველადი მათთან. შეჯამებაში ცალკე გამოყვეს საკითხი, სადაც გააჟღერეს, რომ საქართველოს მოდელი, როგორც მათ შორის ეს თვითონ სტრუქტურის მოდელი, რო ცალკე არის, ასევე ეკოსისტემის მოდელი, ახალგაზრდული სფეროს ეკოსისტემის მოდელი, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ და სამწვენი რეფორმის მოდელი არის იმდენად რელევანტური, რომ სასურველი იქნებოდა მისი რეპლიკაცია, გადატანა და დათვალისწინება აი ამ საბჭოთა ქვეყნების დანარჩენ ქვეყნებშიც, სადაც ბოლოს დავამატე, რომ ასევე სხვა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვისაც გასათვალისწინებელია. ამით ეს ვთქვათ შეფასება არ დამთავრებულა, შემდეგ აქედან ერთ კვირის თავზე ევროკავშირის ოფიციალური მეილი მომივიდა სამუშაო ჯგუფის უკვე, სადაც გამოთქვამისურვებს, რომ აი ამ ეკოსისტემის მოდელის და რეფორმების მოდელის ზე მუშაობა დავიწყოთ, თუ როგორ შევძლოთ დანარჩენ ქვეყნებში, აი ამ აღმოსავლეთ პარტნიორების დანარჩენ ქვეყნებში მისი გადატანა გათვალისწინება. აი ძალიან სასიხარულო ამბავია მართლაც წარმატებები ამ საქმეში და სხვათა შორის აქვე ვიტყვი, რომ ამ აღმოსავლეთ პარტნიორობის 6 სახელმწიფოდან მხოლოდ საქართველოს და უკრაინას ყავს იგივე ახალგაზრდობის წარმომადგენლებიც და ახალგაზრდობის წარმომადგენლის, ანუ გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენლის პროგრამასაც, მათ შორის ჩვენთან ახალგაზრდობის სააგენტო კურირებს. აქვე ჩვენ Helping Hands-ის შექმნილ რადიოს ეთერში ვართ, ამიტომ შეუძლებელია რომ მოხალისეობაზეც არ გკითხოთ თქვენ პოზიცია და სააგენტოს პოზიციაც ამ შემთხვევაში. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს რომ მოხალისეობას აი საზოგადოებრივი ნორმები ახსენებთ თქვენ ცოტა ხნის წინ რაღაცასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად არაპრესტიჟულად ითვლება, რომ ეს არის რომ შენ სხვა რამეში ვერ რეალიზდი, ვერ სწავლობ, ვერ მუშაობ და ამიტომაც მოხალისეობა, ესეთი რაღაც მიდგომა არსებობს. ერთგვარად დროის კარგვასთან, უსაქმურობასთან არის დაკავშირებული, დღეს ზუსტად ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავი ახალგაზრდებთან და ამაზე ილაპარაკეს ძალიან აქტიურად, მაგრამ მეორეს მხრივ არის ესეთი ტენდენცია მოხალისეების შრომის ერთგვარად ბოროტად გამოყენება. როდესაც მათ აკეთებინებენ მაგალითად კომერციულად მომგებიან საქმეს, რომელიც არ ასწავლის მათ იმდენად რაღაც ახალს, არის ანუ უფრო ისეთი, რისთვისაც წესით დასაქმებული კადრი უნდა ყავდეს, თქვათ ორგანიზაციას. აი ამ პირობებში თქვენი ხედვა რა არის, როგორ უნდა განვითარდეს მოხალისეობის სფერო საქართველოში, რომ თან ღირსეული პირობები უზრუნველყოს ხო მოხალისისთვის და თან აი ეს სტერეოტიპი, რომ უფასო რაღაცა მონის ექსპლუატირებული და წარუმატებელი არარეალიზებული ადამიანის სტერეოტიპი რომ დაიმსხვრეს სტიგმა მოხალისეებთან. მადლობა ამ თემის გამოჭრისთვისაც. პირველ რიგში ჯერ კონკრეტულ რამეს ვიტყვი, რომ და შემდგომ სტრატეგიას. პირველ რიგში ვიტყვი, რომ ახალგაზრდობის სააგენტომ UNICEF-თან გააფორმა ოფიციალური მემორანდუმი, რომლის პარაგრაფშიც ახალგაზრდობის სააგენტო და UNICEF-ი შექმნიან ახალგაზრდული მიმართულებით კონკრეტულად სამოხალისეო სტრატეგიას, სამთავრობას, რომელსაც იქნება გაწერილი ზუსტად აი ეს თავარი ხედვა, სტრატეგია და სამოხალისეო გეგმა, თუ როგორ მოწესრიგდეს და განვითარდეს და უფრო მეტად პოპულარული გახდეს ქვეყანაში
ახალგაზრდული ეს მიმართულება. ვინაიდან აი როგორც ახსენეთ, ცოტა რიყოს ალბათ დიდად ცოდნაც არ არის თუ რა არის საერთოდ მოხალისეობა. შემდგომ არანაირი რაღაც სისტემური მიდგომა არ არსებობს, რაც დახმარება არსებობს და ძალიან ისეთი ამოგლეჯილად არის თქვა კონტექსტიდან ხოლმე ეს მოხალისეობა. ეს თქვა პირველი კონკრეტული საკითხი, როგორც შემიძლია დავაანონსო, რომ აი ამ ახალგაზრდულ მოხალისეობრივ სტრატეგიაზე UNICEF-თან ერთად ახალგაზრდობის სააგენტო იწყებს მუშაობას. რაც შეეხება ხედვას და ეს რა თქმა უნდა ამ სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბდება ზუსტად მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით, ზუსტად ხედვა რა უნდა იყოს და სამოქმედო გეგმა რა უნდა იყოს. თუმცა ესე ზოგად ხედვაზე რო ვთქვა, აქ ორი მიმართულება არის ხოლმე, რომ ორივეს აქვს არსებობის უფლება და მეტიც ალბათ ერთად არის განსახილველი, ორივე არის ყოველში გასათვალისწინებელი. ერთი არის ერთი ესე ვთქვათ, რაც ემოციური ნაწილი ამ მოხალისეობის, რომ აი დავეხმაროთ საზოგადოებისთვის რაც სიკეთის შექმნა. მეორე მიმართულება ეს რაც ვთქვათ, ემოციური ნაწილი არის ამისი, ზოგადად აი პირდაპირ გაგებით მოხალისეობასაც ქვია. მეორე ესე რომ მოხალისეობა არის ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო გზა მოზარდისა და ახალგაზრდის იმ ასაკობრივ ეტაპზე განვითარების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის, მათ შორის საერთაშორისო მობილობაში ჩართულობის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმი არის, ამითი იმდენად დიდ გამოცდილებას და უკვე კონკრეტულ კომპეტენციებს იძენა, ეხლა 8 კომპეტენციაზე რო ვისაუბრეთ, რამოდენიმე კომპეტენციას იმდენად ღრმად იძენენ მოზარდები და ახალგაზრდები, რომ თავად ეს მოხალისეობა ხდება ერთ-ერთი საუკეთესო იარაღი მათი განვითარების. და მესამე ძალიან პრაგმატული ხედვა მოხალისეობის მიმართებაში არის ესე ვთქვათ ერთგვარი მონეტარიზაცია, სადაც მაგალითად დათვლადი არის თუ რამდენი სამოხალისეო საათი შეიქმნა ქვეყანაში წლის განმავლობაში და ამ სამოხალისეო საათმა რამხელა ფინანსური სამოხალისეო სიკეთე მოიტანა. აი მაგალითისთვის ამერიკაში ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემებით დაახლოებით რა ვთქვათ, შეიქმნა 8 მილიარდი სამოხალისეო საათი. რამაც სადღაც 198 მილიარდ სამოხალისეო დოლარს მიაღწია. ანუ ან დაიზოგა, ან შეიქმნა ახალი სიკეთე მოხალისეების მიერ. უანგაროდ და და სხვათა შორის იგივე ამერიკაში მაგალითად მოხალისეობა არის ანუ სასკოლო ატესტატის მიღების წინაპირობა, ასევე უნივერსიტეტში მიღების. თქვენ თუ ხართ ამის მომხრე, მაგალითად, რომ საქართველოშიც მსგავსი მეთოდებით მოხდეს მოხალისეობის წახალისება. კრედიტების აღიარების მომხრე მე პირადად ვარ. ეს პირადი დამოკიდებულება რო ვთქვა, თუმცა როგორც ვთქვი, UNICEF-თან ერთად დაწყებული სტრატეგიაზე მუშაობა ალბათ უფრო კონკრეტულად გამოაჩენს ამის მექანიზმები, როგორი უნდა იყოს, რათა სააგენტოს ხელმძღვანელის სურვილზე არ უნდა იყოს არანაირი ეს თქვა სტრატეგიული გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა ეს საექსპერტო მუშაობა უნდა იყოს, თუმცა ჩემი პირადი ხედვა გაგანდეთ ამ შემთხვევაში და მაგალითად აი კიდე ერთი საინტერესო ფაქტი არის, რომ დასავლეთ ევროპა, ირლანდიაში წლიურად ახალგაზრდების 40% იღებს მოხალისეობაში მონაწილეობას. იგულისხმება, რომ წელიწადში ერთხელ მაინც იმოხალისება. და საერთოდ ირლანდიის მონეტარული ეს არ მახსოვს მონაცემი, მაგრამ მახსოვს გაერთ ჯამში ბრიტანეთის, არა ირლანდიის გაერთიანების სამეფოს მონეტარიზაცია რო შეაფასეს, სადაც GDP-ს 1%-მდე ავიდა სამოხალისეო ფუნტებში რომ გადავითვალოთ, რა ძალიან დიდი ჩვენებელია და აი რო ვთქვი ირლანდიის ახალგაზრდების 40% არის ჩართული, რაც უფრო აღმოსავლეთ ევროპისკენ მოვდივართ, ნელ-ნელა სწრაფად იკლებს ეს პროცენტი ახალგაზრდული მოხალისეობის, რაც გასაგებია, რაც პოსტსაბჭოთა პოსტსოციალისტური ქვეყნების დამახასიათებელია კულტურის სარქონა და ასე შემდეგ, სადაც კიდე ცალკე თემა არის და სადაც ბულგარეთში და საბერძნეთში 10%-მდე დადის და ასე ჩვენთან დათვლილიც კი არ არის. ასე რომ ეს სამი მიმართულებაა, რაც ვთქვი,
ხედვაში სამივე უნდა იყოს გათვალისწინებული, როგორც ემოციური, ახალგაზრდასა და მოზარდის განვითარების საშუალება და კომპეტენციების განვითარება და მესამე აი ეს კომერციულადაც სუფთა პრაგმატულადაც შეგვიძლია შევხედოთ. რაც შეეხება მათი ექსპლუატაციას, ну, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ ექსპლუატაციის უარყოფითი კონოტაციის გაგებით, რა თქმა უნდა, სულად დაუშვებელი არის. მეცემ შეიძლება აი ეს შეჯამება რომ გამიკეთებინა, აი ეს შემეძლო ბოლოს რომ ეთქვა. და ჩვენი გადაცემაც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. ჩვენ ძალიან ბევრი საკითხი ვერ დავფარეთ, რა თქმა უნდა, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ყოველივეს ნახვა შეგიძლიათ ახალგაზრდობის სააგენტოს Facebook გვერდზე. ძალიან აქტიურად და დეტალურად ქვეყნდება იქ ინფორმაციები სტრატეგიულ მიმართულებებზეც და სხვა ყველაფერზე. უბრალოდ დასასრულს მინდა ბატონო რეზო ვკითხოთ. მისცემთან ერთად Helping Hands მოხსენება გამოჩვენე და ძალიან სტრატეგიაზე, სტრატეგიულ მიმართულებაზე ვიმუშავე და მონად ჩვენ თანამშრომლობთ Helping Hands ახლად UNICEF-თან ერთად დაწყებულ პროგრამაში, რომელიც დეკემბერში დაგვირგვინდება მათ შორის წლის მოხალისის დაჯილდოებით და ერთდღიანი დიდი კონფერენციით და მათ შორის Helping Hands-თან და მის ხელმძღვანელობასთან ძალიან კარგი სამუშაო პარტნიორობა გვაკავშირებს, ძალიან დიდი მადლობა და ძალიან დიდი იმედი გვაქვს მათ შორის, რომ Helping Hands სტრატეგიის შემუშავებაში საექსპერტო მიმართულებიც ჩაერთვება. ეს რო არ აღმენიშნა არასორი იქნებოდა, ვინაიდან მათი კონტრიბუციის არ აღნიშნა არასორია. Helping Hands უკვე წლებია მუშაობს მოხალისეობის ხელშეწყობის კუთხით, ასევე ლობირების მიმართულებითაც, მოხალისეობის უფრო რაღაცა ინსტიტუციონალიზაციისა ერთგვარად, საკანონმდებლო დონეზე და ასე შემდეგ, ამიტომ ეს მიმართულება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის. ბოლოს მინდა კითხოთ იმ ძალიან ბევრი კი არა, მაგრამ არის მაინც სხვადასხვა ნეგატიური კომენტარები სააგენტოს გვერდზე. ძირითადად რაღაც დაუსაბუთებელი არის ხოლმე, მაგრამ მე მაინც ყოველთვის ვფიქრობ, რომ ეს ამ ნეგატივს რაღაც თავისი საფუძველი აქვს, რაღაცა წინა გამოცდილებებიდან გამომდინარე იმერგაცრუება და ასე შემდეგ. და წერენ, რომ თქვენ რა უნდა გააკეთოთ, ან რა უნდა შეცვალოთ. და მსგავსი ტიპის კომენტარებია. თქვენ რას ეტყოდით ამ ახალგაზრდებს, ან ზოგადად რას იტყოდით, რა ალბათ აქვს ხო რაღაც საფუძველი ამ თუნდაც უსაფუძვლო გაბრაზებას და რა არის ეს მიზეზი, რომ რატომ არის ეს საზოგადოებაში დაგროვილი? მიზეზი არასდროს არაფერს ერთი მიზეზი არ აქვს. არაფერი არასდროს ერთ განზომილებიანი არ არსებობს. მიზეზი რამოდენიმე რომ დავასახელოთ, ერთი არის წინა წლების შედეგები, რომ დიდი წარმატებით ვერ დაიკვეთნეს ახალგაზრდული სფერო. ყოველ შემთხვევაში ცალკეულ წარმატებებს არ გულისხმობ, მაგრამ ჯამურად საჯარო სფეროს გულისხმობ პირველ რიგში, თუმცა სამოქალაქო სფეროსაც ეს ბევრჯერ პირდაპირ მithავს სამოქალაქო სფეროსთვის და არ ვერიდები. მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციების ფორუმზეც გამიჟღერებია, რომ მაინდამაინც ძლიერი სფერო ჯერჯერობით არ არის, იმიტომ რომ სახელმწიფოს ხელშეწყობაც არ ქონია, კერძო სექტორის ხელშეწყობაც დიდად არ ქონია, უმეტესწილად დონორებზე და საერთაშორისო ინსტიტუციებზე არის ეს სფერო, დამოკიდებული ახალგაზრდული საქმიანობა, რომელიც დიდწილად არის ევროკავშირში, აი რაც თქვი, ახალგაზრდების განვითარების ხელშემწყობი იმ შედეგების მომტანი ჩვენთან მხოლოდ არაფორმალურად და ისევ მხოლოდ არასამთავრობოების ვიწრო წრეში და საერთაშორისო დახმარებით იყო გავრცელებული. ეხლა მაგიტომაც ვამბობთ, რომ რეფორმის მთავარი მიმართულება არის ანუ რა შედეგებიც იყო და სახელმწიფოს თქვათ კონტრიბუცია რაც იყო ამის შედეგი არის. თვით კრიტიკულად რო ვთქვათ, როგორც დღეს მეც როგორც საჯარო მოხელე შემიძლია ვთქვათ თვით კრიტიკულად, რომ აი ეს რა დამოკიდებულებაც იყო და რა რეალური დაბიჯებიც იდგმებოდა, ანუ არ იდგმებოდა სინამდვილეში. ამას ვიმკით ეხლა ჩვენ სააგენტო, რომ გასაგებია, რომ ზედათაობას და ახალგაზრდებს ვფიქრობენ, რომ როგორც ადრე
უბრალოდ დეკლარირება ხდებოდა და არც არაფერი იცვლებოდა, შედეგები არ მოქონდა, დღეს წესი იქნება, რაც ძალიან ლოგიკურად მესმის, შეიძლება ხანდახან რაღაც კულზე მოხვდეს, მაგრამ დაგვეწმენოს, მაგრამ როგორც თავიდან ერთხელ დღეს აღნიშნე, საჯარო მოხელე ვარ მოქალაქეების მიერ დაქირავებული და ვასრულებ აი იმ დაკვეთას იმ მოქალაქეების, რომელი მოქალაქეებიც მათ შორის კონკრეტულად ახალგაზრდული სფეროში არიან, როგორც დასაქმებულები, ასევე საბოლოო ბენეფიციარები არიან, ანუ ახალგაზრდები და მათი ოჯახები, აი ესე ხა ინსტიტუციად რო ვთქვათ, მათ დაკვეთას ვასრულებ მე როგორც საჯარო პირი და ვცდილობ აი ეს ეკოსისტემა, ეს სერვისები ავაწყო და გასაგებია მათი ეს ვთქვათ ეს უნდობლობაც. თუმცა საქმის კეთების გარდა ხა სხვა რითი უნდა შედეგებით თუ დაუმტკიცება. წინასწარ ბევრი მისაუბრია და აგერ რა ვიცი, თუნდაც რაღაც ფაქტები არის, ნელ-ნელა მოდის საფაქტები, რომ ცხრავე მიმართულების რეფორმა დაწყებულია, ეკოსისტემის შემოღება დაწყებულია, აგერ როგორ თქვია, პროფესიული ახალგაზრდული მუშაკის სახელმწიფოს მიერ აღიარებული პროგრამაც არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითონ პროფესიონალიზაცია უკვე შეუქცევადი პროცესი არის, აგერ ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭო უკვე არჩეულია და აგვისტოში პირველი სხდომა იქნება, რაც ერთ-ერთი მიმართულების რეფორმის ეკოსისტემის ესეთი ქვია გენელის, ასაც ქვია მონაწილეობრივი ახალგაზრდული პოლიტიკა, ეს ამის მთავარი თული იარაღი არის, რაც ევროსაბჭოს მოდელით განხორციელდა აი ეს მუნიციპალური ახალგაზრდული პოლიტიკის რეფორმა, რაც დაწყებული არის 11 მუნიციპალიტეტში უკვე სტრატეგიის შემუშავება და ადამიანური რესურსის გადამზადება მიმდინარეობს. ანუ რაც შემიძლია ვთქვა, რომ ეკოსისტემის შენება დაწყებულია, სამწუხაროდ რეფორმის ხალ მიმართულება მიმდინარეობს და სხვა შორის კორონავირუსის დროს არც ერთი დღის არ გაჩერებულა, დონორების და საერთაშორისო ინსტიტუციების სრული მხარდაჭერა და აგერ გითხარით კიდევაც ევროკავშირის მიერ აღიარება ჩვენი მოდელის კონკრეტული ნაბიჯებიც უკვე არის და დანარჩენს მხოლოდ შედეგები თუ გადაარწმუნებს ადამიანებს აი ასე ვთქვათ კრიტიკულ მოსაზრებებში. ერთი დანარჩენი ხმე რამდენიც არ უნდა ვიფიქსო და გვპირდებოდეთ, რა თქმა უნდა, არც მნიშვნელობა არ აქვს თუ შედეგები არის. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღეს გადაცემაში მონაწილეობისთვის და ასევე წარმატებები რა თქმა უნდა ახალგაზრდობის სააგენტოს იმაში რომ ჩვენი ახალგაზრდები ნამდვილად იმსახურებენ მეტ შესაძლებლობას, იმიტომ რომ ისინი მოხალისეობენ, აქტიურობენ, აქტივისტობენ, სწავლობენ და ეს ყოველივე აუცილებელია რომ დაფასდეს. ჩვენ კი 2 კვირის შემდეგ შევხვდებით ახლა კი დაგემშვიდობებით დროებით. მადლობა. მეც გემშვიდობებით. ეთილი სოფია.